ჩვენ გვიყვარდება ის, ვინც გვავითარებს, ვინც ჩვენ სამყაროს გაშლის და გააფართოვებს. თუ გაინტერესებთ ეს ნაწარმოები, საინტერესო არის მისი ესეთი ყველაზე ცნობილი მოტივაციისა და შემეცნების თვითგაფართოების მოდელი ახლო ურთიერთობაში, ასე ქვია მის წიგნს. ესე იგი, მისი აზრით, სიყვარული არის პროცესი, რომელშიც ადამიანი საკუთარ მეს სხვისი დახმარებით ავითარებს. მე თვითონ ვამბობ ხოლმე ხშირად, სხვა შორის მე ყველა ამ თეორიას ყველა ის თეორია, რომელიც მოგიტანეთ, ყველა მათგანს ვიზიარებ. ესე იგი, არც ერთი მეცნიერი არ არის 100%-ით ამომწურავი, ხო, ამიტომ ვეცნობით ჩვენ ბევრ მეცნიერს და რაღაცა ჯამი გამოგვყავს, მე რომელსაც კიდე საკუთარ პოზიციას ვაშენებთ და ვამატებთ. და ყველა ეს ავტორი, რომელსაც ახლა მე განვიხილავ, ყველას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, და იმიტომ მოვიყვანე აქ და თვითონაც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს სიყვარული რომ მოდიან ახალგაზრდა ადამიანები, ვეუბნები, რომ რისთვის გინდა სიყვარული, სიმშვიდისთვის, თუ ვნებათაღელვისთვის. და არონის თეორიას რაც გააჩნია, მე თვითონაც ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ხო ამბობენ, რომ ერთნაირი წყვილები არიანო, ჰარმონიული წყვილები. რა თქმა უნდა, შეიძლება ჰარმონია იპოვო ერთნაირ ადამიანშიც, შენი ტიპის ადამიანშიც, რომელსაც შენნაირი მუსიკა უყვარს, შენნაირი ყველაფერი მაქსიმალურად ერთნაირად გიყვართ. მაგრამ ჩემი აზრით სასურველია, რომ რამდენიმე რამ გიყვარდეთ ერთნაირი და სხვა რამეში აბსოლუტურად განსხვავებულები იყოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ცოდნა და სხვადასხვა ენერგია მოუტანოთ ერთმანეთს. და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ იმდენად განსხვავდებით, თქვათ მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთისგან, რომ ერთდროულად ორ ცხოვრებას ვცხოვრობ მეთქი. იმიტომ რომ მე ჩემი ტიპაჟით ალბათ ვიცხოვრებდი უფრო არხეიმ ცხოვრებას, რაღაცა ყვავილები, ფუნთუშები, რაღაცა ხო რა და ნებათაღელვები და ძლიერი ჯახაჯუხი კარები შეიძლება შექმნას ამ დროს სხვამ ჩემს ცხოვრებაში, ხო? და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ გავდივართ, ვაფართოვებთ ჩვენს თვალსაჩინოს, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა გრძნობები, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ადამიანები ვხვდებით ერთმანეთს. ესე იგი, არონის აზრით სიყვარული არის პროცესი, აი მრავალმხრივი აღმოჩენებისა საკუთარ თავში, რომელ სივრცესაც პარტნიორი ქმნის შენთვის, რომ განვითარდე. მეორე მხრივ, ხო, იმიტომ რომ შენც უნდა მოგცეს შენი ინტერესების გაფართოების შესაძლებლობა და თუ ეს არ ხდება, სიყვარული ინგრევა. ანუ არონის აზრით ჩვენ გვიზიდავს ის, ვინც ახალ გამოცდილებას გვაძლევს, ახალ პერსპექტივას გვიქმნის, გვაცდის, რომ განვითარდეთ ჩვენი მისწრაფებებით, გვიტოვებს ამ ტერიტორიას და როდესაც ურთიერთობა აღარ გვავითარებს და დაგვიხშობს აი ამ თვალსაჩინოს, ქრებაო, ვნება და იშლება ურთიერთობაო და არონი ამბობს, რომ სიყვარული კვდება არა კონფლიქტის გამო, არამედ კვდება მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობაში ვეღარ ვიზრდებით, ან რომელიმე, ან ორივე.